რა ხდება მეხუთე კვების დროს? ეს არის უკვე 12 საათიანი შუალედით და ხედავთ რომ 12 საათში უკვე ფაქტიურად არის გასამაგებული თუ არა მეტი. არის ბევრი პატარა ბუშტუკა, აი ესე. ეს ნიშნავს რომ დუღილის პროცესი მიდის ძალიან აქტიურად და 12 საათი უკვე საკმარისია იმისთვის რომ ჩვენი საფუარი სტაბილურად გაიზარდოს. ეხლა ვაგრძელებთ ისევ ანალოგიურად 30 გრამი სტარტერი, 30 მილილიტრი წყალი და 30 გრამი თეთრი პურის ფქვილი. მაღალი ცილის შემცველობით უნდა იყოს პურის ფქვილი, რომ გამოგივიდეთ სტაბილური სტარტერი. სუნს რაც შეეხება, უფრო სასიამოვნო სუნი აქვს და აი შეხედეთ თავსაც რომ მოხდით, შიგნითაც უნდა იყოს ესეთი დიდი ბუშტები. გადავიღოთ ისევ სუფთა კონტეინერში. ისევ ვაჩერებთ 12 საათით. 12 საათის შემდეგ ისევ უნდა გამოვუყვებოთ. აქვე ძალიან დიდი მადლობა ვინც მომყვებით. ჩემთან ერთად ხართ ჩართული ამ საინტერესო მარათონში და გამომყევით დაიწყეთ ეს საინტერესო პროცესი. ჩემთვის თქვენი აქტიურობაც ძალიან დიდი სტიმულია. ახლა ეს უკვე მე-6 დღეა და ახლა რას ხედავთ ჩვენ აქ. საფუარმა მიაღწია თავის მაქსიმუმს ამ 12 საათში და ისევ დაიწყო კლება. ეს არ არის პრობლემა, ნორმალურია, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ საფუარს და კეთილბაქტერიებს ჭირდებათ უფრო მეტი საკვები, რომ კარგად გაფრთხილდნენ. შესაბამისად, დღეს ვაცვლით ცოტა პროპორციებსაც. 30 გრამი სტარტერის მაგივრად ჩვენ ავიღებთ 15 გრამ სტარტერს და ფქვილის და წყლის რაოდენობას დავტოვებთ ისევ 30-ს.